მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და ბედნიერ მშვიდობიან კვირას გისურვებთ. წმინდა დიდი მღვდელმთავარი გრიგოლ ღვთისმეტყველი 329 წელს კაბადოკიაში, ქალაქ ნაზიანში შეძლებულ და განათლებულ ოჯახში დაიბადა. წმინდანმა თავისი ცხოვრება საკუთარ ავტობიოგრაფიულ ნაშრომში აღწერა. დედამისი ნონა გულმხურვალი ქრისტიანი ყოფილა და ღვთის განგებით წარმართ კაცზე გრიგოლზე დაქორწინებულა. ნონას ლოცვით მის მეუღლეს თავისი სჯული უარყვია და მონათლულა. მოგვიანებით იგი მშობლიური ქალაქის ნაზიანზის ეპისკოპოსიც კი გამხდარა. გრიგოლსა და ნონას შვილი დიდხანს არ ჰყავდათ. ქალმა აღთქმა დადო, რომ თუ ვაჟი შეეძინებოდა, მას უფალს მიუძღვნიდა. ღმერთმა ნეტარი ნონას თხოვნა შეისმინა და ქვეყანას მოევლინა წმინდა გრიგოლი, რომელსაც მამის სახელი დაარქვეს. ყრმა გრიგოლი თანატოლებისაგან თავიდანვე განსაკუთრებული გონიერებით გამოირჩეოდა. თამაში და გართობა არ იზიდავდა. მთელ დროს წიგნის კითხვას უთმობდა, დედა კი ქრისტიანულ ცხოვრებას ასწავლიდა. წმინდა გრიგოლი სხეულის უმანკოებას იცავდა, ზედმეტ ჭამასა და ღვინის სმას ერიდებოდა. პირველ დაწყებითი განათლება თუ შეიძლება ითქვას გრიგოლმა ღვთისმეტყველმა მიიღო მშობლიურ ქალაქ ნაზიანში, შემდეგ კაბადოკიის კესარიაში ჩავიდა, სადაც მან გაიცნო ბასილი დიდი, შემდეგ პალესტინის კესარიაში ჩავიდა, სადაც საღვთისმეტყველო სკოლა ჯერ კიდევ ორიგენემ დაარსა და იმ სკოლაში სწავლობდა, რის შემდეგაც ალექსანდრიას მიაშურა, სადაც მას ასწავლიდნენ ცნობილი მასწავლებლები და იქ ის ეუფლებოდა ელინურ სიბრძნეს, რის შემდეგაც ათენში გამგზავრა, სადაც არსებობდა წარმართული ცნობილი სახელგანთქმული სკოლა და ზოგიერთი ამ სკოლას აკადემიასაც კი უწოდებს და ის იქ დაეუფლა იმდროინდელ ფილოსოფიურ განათლებას. ანუ იყო ცნობილი ფილოსოფოსიც, მაგრამ ის ამბობდა, რომ მე ათენშიო ცოდნაზე უფრო მეტი შევიძინე, რადგან დაუმეგობრდი კაცს, რომელიც არის ადამიანი, ყველა დროის, ყველა ადამიანთა შორის დიდებული და საუკეთესო. და რა თქმა უნდა, გულისხმობს ის ბასილი დიდს და ისე ამბობს, რომ ჩვენ ვიყავით ერთი სული ორ სხეულში. სწავლის დამთავრების შემდეგ გრიგოლი დაბრუნდა კაბადოკიაში, მაგრამ მას გაუჭირდა იქ თავის მეგობრის გარეშე ყოფნა. სამშობლოში დაბრუნებულ გრიგოლს მამა ეპისკოპოსის ხარისხში დახვდა. წმინდანი უდაბნოში განმარტოებასა და მონაზვნურ ცხოვრებას ესწრაფოდა, მაგრამ მამის თხოვნით მშობლიურ ქალაქში დარჩა. მალე გრიგოლმა ვაჟს მისი ნების საწინააღმდეგოდ მღვდლად დაასხა ხელი. გრიგოლი მას დაემორჩილა როგორც ეპისკოპოსს და როგორც მამას. ანუ გამოხატა მორჩილება ეპისკოპოსის მიმართ და გამოხატა მორჩილება მამის მიმართ, იმდენ რამდენადაც მაშინ შვილები მამებს ემორჩილებოდნენ და იღებდნენ ამ მორჩილებას როგორც საღვთო კურთხევას. მაგრამ არ უნდოდა ეს მღვდლობა აშკარად. იმ დროს საქრისტიანოში სხვადასხვა ერესი მძლავრობდა. განსაკუთრებით პოპულარული იყო არიოზის ცრუ სწავლება, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი ქრისტიანი მიემხრო. მართლმადიდებლობის დასაცავად განსაკუთრებულად იბრძოდნენ წმინდა გრიგოლი და ბასილი დიდი. ნაზიანზის ეპისკოპოსმა გრიგოლმა ვაჟის მღვდელმთავრად კურთხევა გადაწყვიტა, მაგრამ გრიგოლის სახლიდან ჩუმად გაიპარა და პონტოს მონასტერში მივიდა, სადაც მისი საყვარელი მეგობარი წმინდა ბასილი დიდი ეგულებოდა. სულიერი ძმები ერთმანეთს სიხარულით შეხვდნენ. მამები დიდ დროს ლოცვაში ატარებდნენ და მონაზნური ცხოვრების წეს განგებას ერთად ქმნიდნენ. წმინდა გრიგოლი თავისი ცხოვრების ამ პერიოდს ყველაზე ტკბილად იხსენებდა. ეპისკოპოსობას განრიდებული გრიგოლი ამ პატივს მაინც ვერ გაექცა და მისი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მეგობარმა ბასილი დიდმა სასიმის მღვდელმთავრად აკურთხა. მას არ უნდოდა არც მღვდლობა, არც ეპისკოპოსობა. არასდროს არ შეუსრულებია ეს ეპისკოპოსის მოვალეობა. იმიტომ რომ ის, ასე თქვა, თავად ამბობდა, რომ ის კათედრა, სადაც მდებარეობდა ეს სასიმის ეპისკოპოსად დაასხა ხელი ბასილი დიდმა. ასე იგი ისეთი ადგილი იყო, რაღაც ხმაურიანი, ეტლების ხმაური, ყაყანი, ყვირილის მუდაო, აი გზასთან ახლოს მდებარეობდაო, სადაც მიწა ბალახსაც კი არ გამოცემდაო. და ამ ყველაფერს უნდა დავუმატოთ ის საშინელი ინტრიგები, საშინელი, ასე თქვა, დაპირისპირება მორწმუნეთა შორის, ეს მძალავრობა მარიანელობისა მართლმადიდებლობაზე, დამცრობილი იყო მართლმადიდებლობა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ იმპერატორი იყო არიანელი.
ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ფაქტობრივად აი გრიგოლ ღვთისმეტყველი არასრულებდა ეპისკოპოსის მოვალეობას და ესე იგი თვითონ ამბობს რომ ძალიან მძიმე იყო იქ ჩემი ყოფა და ერთი წირვაც კი არ დამიყენებია იქ. წმინდა გრიგოლს მღვდელმთავრობა ძალიან უჭირდა. მას ხომ უბრალო ბერივი ცხოვრება უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ სულიერი ძმის ბასილი დიდის თხოვნას დასთანხმდა და ეპისკოპოსის პატივი მიიღო, სულიერი ძმისგან გულნატკენი დარჩა. ორი დიდი მამის მეგობრობას ბზარი გაუჩნდა. ბასილი დიდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ცალკე კათედრა გაიხსნა მისთვის და სასიმის ეპისკოპოსად დაენიშნა. ამის მერე ხდება მისი დაპირისპირება. ასე ვთქვათ, უკმაყოფილება ჩამოვარდა ძმებს შორის ბასილი დიდსა და გრიგოლ ღვთისმეტყველის შორის, ისე რომ სიცოცხლის ბოლომდე არ შეერიგებიან ისინი ერთმანეთს და უროდ ბოლოს როცა გარდაიცვალა ბასილი დიდი, ის საფლავზე მის ეპიტაფიაზე დააწერა გრიგოლ ღვთისმეტყველმა, რომ მე იმასაც კი დავიჯერებდი, რომ ხორცი შეიძლება ცხონდეს სულის გარეშე, მაგრამ იმას ვერ დავიჯერებდი ვერასოდეს, რომ ჩვენ ერთმანეთს დავშორდებოდით და იქნებოდით ასე გაყოფილები ერთმანეთისაგანო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ წმინდა გრიგოლმა სასიმის საეპისკოპოსო დატოვა. სულიერი წინამძღვრის გარეშე დარჩენილი ნაზიანზის მოსახლეობა მღვდელმთავრად გრიგოლს ითხოვდა, მაგრამ ამჯერად წმინდანმა სიმტკიცე გამოიჩინა, ეპისკოპოსობაზე უარი თქვა და მშობლიური ქალაქი დატოვა. კონსტანტინოპოლში მწვალებელთა მომძლავრებისა და მართლმადიდებელთა დევნის გამო დახმარება წმინდა გრიგოლს თხოვეს. უფლის რჩეული საიმპერატორო ქალაქში ჩავიდა. კონსტანტინოპოლში, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელობა იყო დამწრობილი და დევნილი და შევიწროვებული, მაგრამ მაინც არსებობდა ეგ მცირე სამწყსო მართლმადიდებლებისა, რომელმაც გადაწყვიტეს, რომ ჰქონოდათ თავიანთთან მღვდელმთავარი, მართლმადიდებელი წინამძღოლი, შეიძლება ითქვას და ამიტომაც ასეთ პიროვნებად გამოარჩიეს გრიგოლ ღვთისმეტყველი. მიიწვიეს ის კონსტანტინოპოლში და დასახლდა გრიგოლი კერძოს სახლში, გაჩერდა იქ და ანასტასია უწოდა მან ამ სახლს, ამ სამრევლოს, ანასტასია ნიშნავს აბდგომას. ამით ხაზი გაუსვა გრიგოლ ღვთისმეტყველმა იმას, რომ ჩემი მისვლით იქ რწმენა აღდგაო, რწმენა გაცოცხლდაო. და გრიგოლ ღვთისმეტყველი ასევე ამბობდა, რომ როგორც გვალვით გადამხვარ მდელოს მოუსწრებსო წვიმაო, ასე მოუსწრო ჩემმა გადაგებებმაო ამ დროს კონსტანტინოპოლსო. რომ მიხვდეთ იმისა, რომ ეს თავმდაბალი ადამიანი იყო, მაინც ვთქვათ არ გაურბოდა თავის თავზე აი ასეთ რამის დაწერასაც. წმინდა გრიგოლი ერეტიკოსებს უშიშრად ამხელდა. ცხადია, ბევრი ცვიერი ადამიანი გრიგოლის წრფელი გულით სარგებლობდა და მასთან დაახლოების გზით უმაღლესი სასულიერო ხარისხის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. კონსტანტინოპოლში მართლმადიდებლობის დაცვისთვის წმინდა გრიგოლი უამრავ დამცირებას, ლანძღვასა და ცილისწამებას იტანდა. ღვთის სიტყვის ქადაგებისთვის იგი საპყრობილეშიც კი გამოკეტეს. უდიდეს ქრისტიანულ იმპერიას არიანელი იმპერატორი მართავდა, ეკლესიის მეთაურიც ერეტიკოსი იყო და მათ მამხილებელ წმინდა მამას მართალის სიტყვის თქმას ვინაპატიებდა. საბედნიეროდ ბიზანტიაში მდგომარეობა მალე შეიცვალა. არიოზელი კეისარი ბრძოლაში დაიღუპა და საიმპერატორო ტახტი თეოდოსი დიდმა დაიკავა. თეოდოსი დიდი იყო მართლმადიდებელი, ამიტომაც მან დაიბარა თავისთან გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომლის სახელი უკვე ქუხდა, ძალიან ცნობილი იყო და ფაქტობრივად მისი ბრძანებით მან გამოაცხადა, რომ ის იქნება მომავალი კონსტანტინოპოლის მთავარი ეპისკოპოსი. ზოგი პატრიარქსაც ამბობს, ეს არ არის რა თქმა უნდა შესწავლა, მაგრამ იმ დროს ჯერ კი არ იყო წოდება პატრიარქისა, ჯერ მთავარი ეპისკოპოსად იწოდებოდნენ. ამიტომაც ჯობია ალბათ რომ მთავარი ეპისკოპოსი ვიხმაროთ. კონსტანტინოპოლი არიოზელებით იყო სავსე. მთავარი საკათედრო ტაძარიც კი მათებკრად. იმპერატორმა თეოდოსი დიდმა კონსტანტინოპოლის ეკლესიის არიანელი მმართველი ტახტიდან გადააყენა და წმინდა სოფიას ტაძარი მართლმადიდებლებს დაუბრუნა. დადგა ამაღელვებელი დღე, როცა ეკლესია კვლავ მართლმადიდებელ მღვდელმთავარს უნდა ემწყემსა. წმინდა გრიგოლის ინტრონიზაციის დღეს იმპერატორმა ქალაქში შეიარაღებული რაზმი გამოიყვანა, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ არიოზელები არეულობას მოაწყობდნენ. თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში გრიგოლ ღვთისმეტყველი საუბრობს ამის შესახებ, რომ ხალხი იყო სავსე ქუჩებიო, ვინც ქუჩაში იდგა, ხომ იდგა ვინც არა და სარკმლიდან გვიყურებდა ყველაო და ისეთი სიძულვილის მზერით მიყურებდნენ, რომ ისედაც ჩია და
ის ვიყავი რაღაცნაირად სუსტიო და მთლად დავჩიავდი და მთლად წელში მოვიხარეო. ასე შევედი ტაძარშიო. თან განსაკუთრებით განიცდის ამ ყველაფერს. აი ადამიანური განცდებით გადმოსცემს ამ ყველაფერს. ის ამბობს რომ დილა იყო, მაგრამ ფაქტობრივად ბნელოდა, იყო საშინელი სიბნელე, იყო რაღაც ხრუბლებიო სახლის სახურავებზე იწვენო თითქოსო. და როცა შევედით უკვე ტაძარში და დაიწყო უკვე აღსრულება ხელდასმის საიდუმლოსი. ამ დროს განათდაო მზე შემოვიდა ფანჯრებში და სარკმელშიო და გამიხარდაო გულს რაღაცნაირად შვება მოეფინაო და აი ასე მოხდა, ასე ვთქვათ, მისი მთავარი ეპისკოპოსად კურთხევა. წმინდა გრიგოლი კონსტანტინოპოლის ეკლესიას მხოლოდ 1 წელიწადი მართავდა. მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელსაც თავად გრიგოლი ხელმძღვანელობდა, მისი საეპისკოპოსო ტახტიდან გადაყენება მოითხოვეს. ზოგიერთი საეკლესიო მოღვაწე მისი საჭედყრობილობის კანონიერებას საეჭვოდ მიიჩნევდა. არის ესეთი გამოთქმა, რომ ადამიანი, რომელსაც ბრალი მიუძღვის იმაში, რომ ეკლესიაში ჩამოვარდა განხეთქილება და შფოთი, ამ ადამიანს არ ეშველება მაშინაც კი ის მოწამეობრივადაც რომ აღესრულოს. ხო, არის ესეთი გამოთქმა. ამიტომაც, როცა ეს გაიგონა უკვე ეპისკოპოსობისაგან, ასეთი წინააღმდეგობას რო შეხვდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავდა მომხრე ეპისკოპოსებიც და რომ დაეწყო მას იქ ბრძოლა, ჭიდილი, შეიძლება და გაემარჯვა კიდეც, მაგრამ მან ასეთი რაღაცა თქვა. რომ გახსოვთო ძველი აღთქმიდანო, როდესაც აღელდა ზღვა და იყვებოდნენ ადამიანები და ამ დროს ნინევიელები იყვებოდნენ და იონა წყალში გადააგდეს იმისათვის, რომ ეს ღელვა დამსყრალიყო, ხო? ოღონდ თქვენ დამშვიდდით. ოღონდ ეკლესიაში დაწყეს ეს მღელვარება, არ იყოს შფოთი და დაე მე ვიყო ის იონა, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, იმის მიზეზი, რომ დამთავრდება ეს ყველაფერი ეს შფოთი და როგორც იონას გადაგდების შემდეგ დამშვიდდა წყალი, დამშვიდდა ღელვა, ზღვისა, მე გადავდგებიო. ოღონდ ეკლესიაში იყო სიმშვიდეო და ამის შემდეგ მართლაც ასე მოიქცა ის, გადაგდა თავის თანამდებობიდან. წმინდა გრიგოლმა კონსტანტინოპოლი დატოვა. ხალხმა თავისი საყვარელი მწყემს თავარი ცრემლებით გააცილა. უფლის რჩეული კაბადოკიაში თავის საგვარეულო სოფელ არიანსში დასახლდა და დარჩენილი ცხოვრება იქ გაატარა. წმინდა მღვდელმთავარი ფიზიკურად სუსტი იყო და ხშირად ავადმყოფობდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კიდევ უფრო დაუძლურდა. მიუხედავად ამისა, იგი დაუღალავად იბრძოდა ერეტიკოსების წინააღმდეგ, რომელთაც სამწუხაროდ ისევ დიდი გავლენები ჰქონდათ. წმინდა გრიგოლი ქადაგების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. მას საღვთისმეტყველო ცოდნა და ღვთის სიტყვა ადამიანებთან მათთვის გასაგები ენით მიჰქონდა. გრიგოლი ბრძნული და ამავდროულად უბრალო საუბრით ყველას ყურადღებას იპყრობდა. ეკლესიამ ამ გამორჩეული ნიჭის გამო წმინდა გრიგოლს ღვთისმეტყველი უწოდა. საერთოდ ეკლესიის ისტორიაში ძალიან იშვიათია ესეთი ადამიანი, რომელსაც ერგო ასეთი ზეწოდება, რომელიც არის ღვთისმეტყველი, ჩვენთვის მე-11 საუკუნის მოღვაწეა ერთი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, კიდევ ვიცით იოანე ღვთისმეტყველი, სახალების ავტორი და მესამე არის გრიგოლ ღვთისმეტყველი, იგივე გრიგოლ ნაზიანზელი, მას ეწოდება არა მარტო ღვთისმეტყველი, არამედ ღვთივგამომეტყველი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ის დაკავებული იყო ძირითადად იმით, რომ ღვთიურ საიდუმლოებებს გამოთქვამდა ადამიანურ ენაზე რამდენადაც შეიძლებოდა. ეკლესიაში არსებობს ასეთი ჩამოყალიბებული სწავლება, რომ როდესაც გრიგოლ ღვთისმეტყველი წარმოთქვამდა თავის ჰომილიებს, თავის ქადაგებებს, თავის სიტყვებს, თუნდაც სწავლებას, თუნდაც რამე ხედვას გადმოსცემდა და ხალხს უყვებოდა ამის შესახებ, აი რაზეც საუბრობდა, ასე ვთქვათ, იმ ყველაფერს თვით ჭვრეტდა ამ დროს ზეცაში, მიწიდან. ანუ რამეს ეს აი ისეც კი არ ლაბარაკობდა, რომ ვთქვათ რაღაცა მოამზადა ტექსტი. არა, ამას კი არ აკეთებდა, არამედ აი რაღაცა სწავლებას გადმოცემდა, ხო, რაღაცა ხედვას გადმოცემდა, ხო? აი რასაც ქადაგებდა, იმ ყველაფერს იმ მომენტში თვითონ სულიერი თვალით ხედავდა. ხო, ამიტომ იყო აი გამომეტყველი, ანუ ზეციდან მომდინარე საღვთო საიდუმლოებების დამტევი იყო. ანუ ის რაც იყო ღვთისა, რაც იყო საიდუმლოება, რაც იყო აი ღვთის, ასე ვთქვათ, სიღრმისეული საიდუმლოება მომდინარე უფლისაგან, აი იმ ყველაფერს თავად ხედავდა სულიერი თვალით და შემდეგ ამას, ასე ვთქვათ, გამოთქვამდა მატერიალურ ენაზე, მაგრამ
ამ გამოთქმას აძლევდა ირიბ ფორმას. პირდაპირ გაგებით შეუძლებელია, რომ ადამიანურმა ენამ და ადამიანურმა ხორციელმა ჭურჭელმა დაიტიოს ეს საქმე საიდუმლოება. ამიტომ იყო ის განსაკუთრებით დიდი ადამიანი და ამით მეწოდება მასუდა ღვთისმეტყველი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა უმდიდრესი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მისი თეოლოგიური, საღვთისმეტყველო თუ ჰიმნოგრაფიული თხზულებები ქრისტიანული სამყაროს მრავალ ენაზეა ნათარგმნი. წმინდანის ნაშრომებს თარგმნიდნენ ცნობილი ქართველი მწიგნობრებიც: გრიგოლ ოშკელი, ექვთიმე მთაწმინდელი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიცი და სხვები. ეს თარგმანები 200-მდე ქართულ ხელნაწერშია დაცული. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის საღვთისმეტყველო ნაშრომებში ქრისტიანული დოგმატების სრულიად განსხვავებულ და სიღრმისეულ განმარტებებს გვთავაზობს. ძალიან დიდი ადამიანი რომ იყო და დიდი მოაზროვნე გრიგოლ ღვთისმეტყველი კიდეც ჩანს რომ მან რომ მიიღო ეს თავის დროის შესანიშნავი განათლება, ეს ფილოსოფიური განათლება ათენში. ეს არისტოტელე, პლატონი მან გამოიყენა ძალიან გამოიყენა დადებითი კარგი აიღო მათგან ყველაფერი. აი მაგალითად სამყაროში ენის შესახებ ამბობს კიდე ძალიან ის კარგი რაღაცას რომ აი ღმერთმა რატო შექმნა ყველაფერი. სამყარო რატო შექმნა, ხო? ღმერთი არის ყოვლად უშურველი. არანაირი შური არ გააჩნია. და ხან ყოვლად უშურველია, უშურველი რას ნიშნავს? უშურველი ქვია ეს ადამიანს, რომელსაც შეუძლია ყველაფერი გასცეს. არაფერი არ დაიშუროს, არ დაინანოს ხისთვის. და ჩვენ ადამიანები მეტნაკლებად შეიძლება თქვა დასტევი, მაგრამ ის რომ ახლა შენ ყველაზე მეტად რაღაცა გიყვარს, ყველაფერს გაცემა მაინც არ შეგვიძლია, რა ადამიანები ვარ და ღმერთი არის ყოვლად უშურველი, მაგრამ ხო უნდა ყავდეს ის, ვისაც მისცემ. აბარა თუ არ ყავს ის აბარა აზრი აქვს, ხო? ამიტომ ამ თვისებიდან გამომდინარე ღმერთი რომ ყოვლად უშურველი იყო და გაცემა უნდა და გააჩინა უკვე ისეთი რაღაცები, ვისაც უკვე მისცემდა ყველაფერს. ადამიანს სამყარო ადამიანები და ასე შემდეგ. თუმცა ეს რომ ღმერთი არის უშურველი, ეს მოდი ჯერ კიდევ პლატონიდან და არისტოტელიდან. αλλά ისინი თქმა უნდა თავის უდიდეს შესწავლას უშვებენ იმაში, რომ ისინი ამბობენ, რომ ღმერთი შემოქმედი კი არა, ღმერთს იქ უბრალოდ ანტიკურ ეპოქაში ღმერთს პირობითად ქვია შემოქმედი, თორე ღმერთი არის არსებული მატერიის მომწესრიგებელი. თქმა უნდა ამაში ძალიან შესწავლას უშვებენ ისინი, მართლმადიდებლობა ძალიან მაღლად დგას იმაზე, რომ ჩვენ მომთხოვ ღმერთმა არაფრის გაშიხვნა ყველაფერი, მაგრამ ეს ტერმინი მაინც იქიდან წამოიღო. რაღაცა გააკეთილი შობილა. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მოღვაწეობა წინააღმდეგობებით სავსე იყო. მთელი თავისი ცხოვრება პატივსა და შფოთს რომ გაურბოდა, ღვთის განგებით სწორედ მღელვარე და დაძაბულ გარემოში აღმოჩნდებოდა ხოლმე. ადამიანური სისუსტეები დაღლილი გრიგოლი როცა მარტო რჩებოდა, ერთადერთ ნუგეშად უფალი ეგულებოდა. ქრისტე მეუფეო, შენ ხარ ჩემი სამშობლო, ჩემი სიმტკიცე, ჩემი ნეტარება. შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის. ნეტავ მეღირსოს, ღმერთო, რომ მრავალი ტანჯვისა და მწუხარების საზღაურად განსვენება ვპოვო შენში. გრიგოლ ღვთისმეტყველი იყო საოცარი ადამიანი, იმდენად ადამიანური პიროვნება იყო, ტრაგიზმით აღსავსე. ანუ ხო იყო ამ ხელმოწველი ასეთი განათლებული, უგანათლებული ადამიანი იყო თავისი დროის და მიუხედავად ამისა ატარებდა საოცარ ტკივილებს. ანუ იყო ძალიან ემოციური, აი ცნობილია, აი ხორციელად იყო სულ გაჭირებული მდგომარეობაში, ფიზიკურად, ჯანმრთელობა, სუჩიოდა, ძალიან ემოციური, ყველაფერი მოქმედებდა მასზე. ყველაფერი სტრესში აგდებდა, ყველაფერი რაღაცა, აი საოცარი, ყველაფერს აკვირდებოდა ნიუანსები, ძალიან მგრძნობიარე და ეს მე ძალიან მძიმე დაღადას დაძებს მის ცხოვრებას ეს საოცარი მგრძნობიარეობა, თითქოს სისუსტეც, თუ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ წარმოუდგენია ერთი მხრივ არის ადამიანი, რომელიც აი მართლაც არის კაცი, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ მის მხრებზე დგას მთელი მართლმადიდებლური სარწმუნოება სხვა კაბადოკიელმებთან ერთად. ეს ფასდაუდებელი, წარმოუდგენელი პიროვნებაა და თან არის წარმოჩენილი აი ესეთი რაღაც ადამიანების სისტემები, რომელსაც არ მალავს. მან დაწერა თავისი ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც თავის თავზე ყვება ყველაფერ ამას. თითქოს აი რაღაცა მიდრეკილია, თითქოს აი პესიმიზმისკენ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ რო ვისმენთ მის ცხოვრებას და პარალელურად ვამბობთ იმას, რომ ის იყო მართლა ეპიცენტრში ამ დროს არიანული
ერესის წინააღმდეგ ერთ-ერთი უმთავრესი მებრძოლი იყო და თუ რამდენი საქმე გააკეთა მან ეკლესიისათვის და როგორი საქმე. ეს რაღაცნაირად ჩვენ შვებითაც გვავსებს, იმიტომ რომ აი გვეუბნება რომ წმინდანები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვენაირი ადამიანები, ჩვენაირად ნერვიულობდნენ, ჩვენაირად განესტიდნენ აი სისუსტეს თითქოს ავლენდნენ ჩვენაირად, მაგრამ აი პარალელურად მაინც შეძლეს ეს რაღაც თითქოს აი არის სახე იმ ადამიანისა, აი რომელიც აი მაგალითად არ ნიღბავს თავის რაღაც სისუსტეებს, პირიქით წარმოაჩენს მას და ამით გვეუბნება რომ მუგეშინი ადამიანებო. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი 399 წელს გარდაიცვალა. იგი მშობლიურ ქალაქ ნაზიანში დიდი პატივით დაკრძალეს. მოგვიანებით წმინდა მწყემს მთავრის ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველს წელიწადში ორჯერ მოიხსენიებს. ძველი სტილით 25 იანვარს, ახალი სტილით 7 თებერვალს და მეორედ ორ დიდ მღვდელმთავართან, ბასილი დიდთან და იოანე ოქროპირთან ერთად, ძველი სტილით 30 იანვარს, ახალი სტილით კი 12 თებერვალს. ჩვენ დღეს ამით გამშვიდობებით. დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გადაცემის ამბები ღმერთსა და ადამიანებზე ნახვა შეგიძლიათ ყოველ კვირას 22 საათზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეთერში. გამშვიდობებით, ღმერთს ებარებოდეთ.